ძალიან კარგად ვიცით, რომ უამრავი დაავადება არსებობს. მეცნიერები მათ გარკვეულ კატეგორიებად ყოფენ. მაგალითად, გვაქვს ინფექციური დაავადებები. ისინი მოიცავენ ვირუსებს, ბაქტერიებს, პარაზიტებს და ასე შემდეგ. ასევე არის ქრონიკული დაავადებები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში განუკურნებადია და ადამიანს უწევს მთელი ცხოვრების განმავლობაში მათი გაკონტროლება მედიკამენტებით ან პროცედურებით. არსებობს ასევე ონკოლოგიური დაავადებები, ეს არის სიმსივნური წარმოშობის უცხო სხეულები ჩვენს ორგანიზმში, ასევე გვაქვს ავტოიმუნური დაავადებები. ეს პირიქით მაშინ ხდება, როდესაც სხეულს ერევა და მისი იმუნიტეტი საკუთარ თავს ებრძვის. გვაქვს ასევე გენეტიკური დაავადებები, რომლებიც არის იგივე მემკვიდრეობითი დაავადებები, ასევე ნევროლოგიური დაავადებები, რომელთა პრობლემები, რა თქმა უნდა, არის ტვინიდან გამომდინარე და ტვინის ფუნქციებს აზიანებენ. არსებობს კიდევ ფსიქოლოგიური დაავადებები, მენტალურ მდგომარეობასთან დაკავშირებული არის ადამიანის შემთხვევაში, ასევე არის მეტაბოლური დაავადებები, რაც ნივთიერებათა ცვლის არევას იწვევს და არის ორგანოს სისტემის დაავადებები, რაც ორგანოს სისტემური ფუნქციის დარღვევასთან არის დაკავშირებული, მაგალითად ჰორმონების გამოყოფასთან. ვიცოდეთ რა ტიპის დაავადებები არსებობს, იმისათვის რომ სწორ ექიმს მივმართოთ საჭირო მომენტში.